ისტორიის განმავლობაში საკმაოდ ბევრი დამთხოვა დაფიქსირებულა, რომელთა უმეტესობაც საკმაოდ რთული დასაჯერებელია. მაგალითად, რატომღაც ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელ კულტურებში გვხვდება მითები და ლეგენდები ვამპირებზე, ან მე-19 საუკუნეში დაწერილი წიგნი, რომელიც თითქოს დონალდ ტრამპს უკავშირდება. ამ ეპიზოდში ყველაზე უცნაური დამთხოვების შესახებ მოგიყვებით. ზოგიერთი ცნობილი ადამიანი ერთ დღესაა დაბადებული, მაგრამ არსებობენ ისინიც, ვინც ერთი და იგივე დროს გარდაიცვალნენ, როგორც მაგალითად ჯონ ადამსი და ტომას ჯეფერსონი, რომლებიც ამერიკის მეორე და მესამე პრეზიდენტები იყვნენ. 1826 წელს 90 წლის ადამსმა სიკვდილის წინ უკანასკნელი სიტყვები წარმოთქვა. მას უხაროდა, რომ ტომას ჯეფერსონი ცოცხალი იყო და ის მის საქმეს გააგრძელებდა, მაგრამ ადამსმა არ იცოდა, რომ ჯეფერსონი რამდენიმე საათის წინ გარდაცვლილიყო. ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ ისინი 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის 50 წლის თავზე გარდაიცვალნენ. ამ რიცხვში დაიღუპა მეხუთე პრეზიდენტი ჯეიმს მონროც. 4 ივლისს მეორე, მესამე და მეხუთე პრეზიდენტის სიკვდილი საკმაოდ უცნაური დამთხოვაა, მაგრამ კენედისა და ლინკოლნის დამთხოვები კიდევ უფრო წარმოუდგენელია. ლინკოლნი კონგრესში 1846 წელს, ხოლო კენედი 1946 წელს აირჩიეს. ლინკოლნი პრეზიდენტი 1860 წელს, ხოლო კენედი 1960 წელს გახდა, მაგრამ ეს ყველაფერი არაა. ორივე პრეზიდენტის გვარი 7 ლათინური ასოსგან შედგება. მათ დაკარგეს შვილები პრეზიდენტობის დროს და საბოლოოდ ტრაგიკულად გარდაიცვალნენ პარასკევ დღეს. ლინკოლნს ფორდის თეატრში ესროლეს, ხოლო კენედის ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ის ფორდ ლინკოლნში იჯდა. გარდა ამისა, კენედი და ლინკოლნი იმ ვიცე-პრეზიდენტებმა შეცვალეს, რომელთა გვარიც ჯონსონი იყო. ენდრიუ ჯონსონი 1808 წელს, ხოლო ლინდონ ჯონსონი 1908 წელს დაიბადა. მსგავსი დამთხოვები ჩვენს დროშიც ხდება. ინგერსოლ ლოკუდის ორი წიგნი, რომელიც მე-19 საუკუნეში დაიწერა, თითქოს დონალდ ტრამპისა და მისი შვილი ბარონის ისტორიას მოგვითხრობს. წიგნში მთავარი გმირი ახალგაზრდა მდიდარი ბიჭი, ბარონი ტრამპია. იდუმალებით მოცულ მიწისქვეშეთში მოგზაურობისას ტრამპი სხვადასხვა ერს ხვდება, რომლებიც მას მნიშვნელოვან რჩევებს აძლევენ. პირველი შემხედრიერი მას ურჩევს, რომ ის, ვინც ყველაზე ხმამაღლა ლაპარაკობს, საუკეთესო ადამიანი არ არის. მეორე ერი მმართველების სიხარბეს აკრიტიკებს. მესამე დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების საფრთხეებზე საუბრობს. მეოთხე ერი კი პატარა თავიანი ადამიანები არიან, რომლებსაც იმდენად ეშინიათ ტრამპის დიდი თავის, რომ მას ზედაპირზე აბრუნებენ. ამის შემდეგ ბარონი ტრამპი ციხესიმაგრეში ბრუნდება, მაგრამ მან კვლავ არაფერი იცის. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეს რჩევები დონალდ ტრამპსაც გამოადგებოდა, რადგანაც მას ხშირად აკრიტიკებენ მსგავსი თვისებების გამო. ლოკუდის მეორე წიგნში პოლიტიკური აუთსაიდერი საპრეზიდენტო არჩევნებში იმარჯვებს, რის შემდეგაც ნიუ-იორკი ქაოსში ეფლობა. ლოკუდი წერს, რომ მეხუთე ავენიუზე მდებარე სასტუმრო ხალხის სიბრაზეს პირველი იგრძნობს. სწორედ იქ დგას ახლა ტრამპის კოშკიც. უცნაური კი ისაა, რომ 2016 წელს ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ნიუ-იორკში საპროტესტო აქციები სწორედ მის კოშკთან იმართებოდა. ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელი კულტურების ლეგენდებში ღამურის მსგავსი არსებები გვხვდებიან. ჩვენ მათ ვამპირების სახელით ვიცნობთ. ტოგოსა და განაში ვამპირის სახელად იაძე ევას ხალხს დევნიდა. ეს იყო ციცინათელა, რომელსაც ადამიანის ფორმის მიღება შეეძლო, რის შემდეგაც ის სხვა ადამიანებით იკვებებოდა. აშანტის ტომის ლეგენდებში, რომლებიც ასევე განაში ცხოვრობენ, ნახსენები არსება, რომელსაც ბასრი რკინის კბილები აქვს, ხოლო მადაგასკარზე უკვე დიდი ხანია რაც ყვებიან ისტორიებს რომანგუს შესახებ. ეს არსება ადამიანის სისხლითა და ფრჩხილებით იკვებება. ზანზიბარში პაპაბავა ისაა ბოროტი სული, რომელსაც დღისით ღამურის ფორმა აქვს, ხოლო ღამით მას ადამიანად გადაქცევა შეუძლია. ინდოეთის ფოლკლორში საუბარია ვიტალუზე, რომელსაც ძალიან უყვარს სასაფლაოზე ცხოვრება. ფილიპინებზე მანანანგალი ტრადიციულ ევროპულ ვამპირს გავს, რადგანაც მას სისხლი უყვარს და ძალიან ეშინია მზისა და ნივრის. ისტორიები ვამპირების შესახებ უკვე ათასობით წელი არსებობს. მათზე საუბრობდნენ ბაბილონში, ასურეთში, სპარსეთში და სხვა მრავალ უძველეს ცივილიზაციებში. ჩვენთვის ალბათ ყველაზე ნაცნობი ევროპული ვერსია, რომელიც ბრემ სტოკერის დრაკულაშია ნახსენები. საინტერესოა, რომ ევროპაში ვამპირებზე არსებული ყველაზე უძველესი ჩანაწერი მე-17 საუკუნის ენციკლოპედიაში გვხვდება. იქ მოთხრობილია ისტორია ახლად გარდაცვლილი გლეხის შესახებ, რომელიც ვამპირად გადაიქცა და სოფლის მაცხოვრებლების სისხლით იკვებებოდა. საბოლოოდ ამ ევროპულმა ლეგენდამ ჩრდილოეთ ამერიკამდეც კი ჩააღწია და იმდენად გავრცელდა ახალი ინგლისის რეგიონებში, რომ ამის გამო უდიდესი ვამპირული პანიკაც კი დაიწყო. მე-18 საუკუნის ბოლოდან მე-19 საუკუნის ბოლომდე ადამიანები საფლავებიდან გარდაცვლილ ნათესავებს იღებდნენ და წვავდნენ, რათა მათ ეშინოდათ, რომ ისინი ვამპირებად გადაიქცნენ. რეალურად იმ პერიოდში გავრცელებული ერთ-ერთი დაავადების გამო ადამიანები წონას სწრაფად კარგავდნენ და ციებს ხელებით იტანჯებოდნენ. დაავადების სხვა სიმპტომების გამოვლენის დროს ჩანდა, რომ თითქოს ადამიანის სხეულს ზებუნებრივი არსება მართავდა. იმის გამო, რომ მედიცინას ამ დაავადების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, ყველაფერი ვამპირებს ბრალდებოდათ, მაგრამ დღეს ვიცით, რომ ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი ბაქტერიები იყვნენ. ვამპირებზე არსებული ლეგენდების წარმოქმნა ინფორმაციის ნაკლებობის შედეგადაც აიხსნება. გამომდინარე იქიდან, რომ გარდაცვლილები მრავალი დაავადების გადამტანები არიან, მათთან ახლოს ყოფნა საშიშია.
საშიშია. ადამიანები დიდი ხანია რაც მიხვდნენ, რომ გარდაცვლილები ცოცხლებისგან მოშორებით უნდა დაიკრძალონ. მაგალითად, ყველაზე უძველესი სამარხი 100,000 წლით თარიღდება. ის ისრაელის ერთ-ერთ გამოქვაბულში აღმოჩენილი. მოგვიანებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-5-მე-3000 წლეულებში ძველი ბერძნები გარდაცვლილებს თავზე მძიმე ქვებს ან კერამიკის ნამსხვრევებს ადებდნენ, რათა ისინი მიწაში მჭიდროდ ყოფილიყვნენ. მიცვალებულებისგან შორს ყოფნა გადარჩენისთვის საჭირო მნიშვნელოვანი ინსტინქტი იყო, რომელიც უძველეს ხალხს სხვადასხვა დაავადებებისგან იცავდა. ამიტომაც ისტორიები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა, გარდაცვლილი ადამიანებისგან მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ მიუთითებდა. 1914 წლის 28 ივნისს ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი ავსტრია-უნგრეთის ქალაქის სარაევოს ქუჩებში მეუღლესთან ერთად ავტომობილით გადაადგილდებოდა. იმ დღეს მისი მკვლელობის პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, მაგრამ გავრილო პრინციპმა, რომელიც ერთ-ერთ კაფეში იჯდა, ერცჰერცოგი შეამჩნია და მას რამდენჯერმე ესროლა. მის სიკვდილს პირველი მსოფლიო ომის დაწყება მოჰყვა. საინტერესო კი ისაა, რომ ფრანც ფერდინანდის ავტომობილის ნომერი ომის დასრულების თარიღს ასახავს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პირველი სამი ვერტიკალური სიმბოლო ლათინური ასოებია, მაგრამ მიუხედავად ამისა, დამთხოვა ნამდვილად შთამბეჭდავია. მე-20 საუკუნეში კიდევ ერთ საინტერესო დამთხოვას ჰქონდა ადგილი. 1941 წელს საბჭოთა არქეოლოგები სტალინის ბრძანების თანახმად თემურლენგის სამარხს ეძებდნენ. ის აზიის ერთ-ერთ ყველაზე დაუნდობელ ლიდერად ითვლება. 40 წლიანი მმართველობის განმავლობაში 17 მილიონი ადამიანი მისი არმიისა და ხელქვეითების ხელით დაიღუპა. საბჭოთა არქეოლოგს მიხაილ გერასიმოვს თემურლენგის ნარჩენების შესწავლა სურდა, რათა დაედგინა თუ როგორ გამოიყურებოდა ცნობილი ტირანი. როდესაც სამარხი აღმოაჩინეს, არქეოლოგებმა კუბოზე წარწერა დაინახეს, რომელზეც ეწერა, რომ ის ვინც კუბოს გახსნიდა, მსოფლიოს უდიდეს სატანჯველს მოავლენდა. 2 დღის შემდეგ გერმანია საბჭოთა კავშირში შეიჭრა. ეს უბრალოდ დამთხოვაა, თუ სამარხის წევლამ ნამდვილად იმოქმედა? დაწერეთ თქვენი ვერსიები კომენტარებში. სამხედრო დამთხოვები მხოლოდ მე-20 საუკუნეში არ ხდებოდა. 1861 წელს, როდესაც უილმერ მაკლინი ოჯახთან ერთად ვირჯინიაში ცხოვრობდა, კონფედერატების გენერალმა მარიგერმა მის ფერმაში სამხედრო ბაზის მოწყობა გადაწყვიტა, რათა ის ამერიკის სამოქალაქო ომის პირველი დიდი ბრძოლისთვის უკეთ მომზადებულიყო. ახალგაზრდობაში ფერმერი ვირჯინიის პოლიციაში მსახურობდა და მას მიაჩნდა, რომ ქვეყნისთვის ასე უკეთესი იქნებოდა. მაგრამ 1862 წელს მისი ცოლი დაორსულდა და მოსალოდნელმა საფრთხეებმა პატრიოტიზმი გადაწონა. 1863 წლის დასასრულს მაკლინების საცხოვრებლად ფერმიდან 190 კილომეტრის მოშორებით გადავიდნენ. 2 წლის შემდეგ მასთან სამხრეთელი გენერალი ჩარლზ მარშალი მივიდა. ის მნიშვნელოვანი საიდუმლო შეხვედრისთვის უსაფრთხო ადგილს ეძებდა. მიუხედავად იმისა, რომ უილმერმა გენერალს სხვა ადგილები შესთავაზა, მისი არჩევანი მაინც მაკლინების საგვარეულო სახლზე შეჩერდა. 9 აპრილს დღის პირველ საათზე კონფედერატების გენერალი რობერტ ლი და მოკავშირეთა გენერალი ულის გრანტი მაკლინის სახლში სამხრეთის კაპიტულაციის განსახილველად შეიკრიბნენ. 9 საათის შემდეგ ომი დასრულდა. ჩრდილოეთმა გამარჯვება იმ ოჯახის სახლში აღნიშნა, სადაც ფაქტობრივად ომი დაიწყო. 1827 წელს მეცნიერებმა, რომლებიც ერთმანეთისგან ოკეანით იყვნენ დაშორებულნი, ერთი და იგივე მოწყობილობა ელექტროტელეგრაფი გამოიგონეს. ინგლისში სერ უილიამ ფოტერლი კუკმა და სერ ჩარლზ უიტსტონმა ტელეგრაფული სისტემა დააპატენტეს. ამ დროს ოკეანის მეორე მხარეს სემუელ მორზემ, რომელმაც მორზეს ამბანი შექმნა, ტელეგრაფის სისტემის საკუთარი ვერსია დააპატენტა. მორზემ ელექტროგადამცემი სახელწოდებით გასაღები შექმნა, რომელიც სიგნალს წერტილებისა და ტირეების მეშვეობით, ანუ მორზეს ამბანით გადასცემდა. მეორე მხრივ უიტსტონისა და კუკის გამოგონება ბევრად მარტივი იყო. 5 ნემსი მიუთითებდა ასოებზე მას შემდეგ, რაც ისინი ელექტროსიგნალებს იღებდნენ. ამ დროს გამგზავნი შეტყობინების გასაგზავნად მარტივ იმპულსებს იყენებდა. ორივე გამოგონება წარმატებული აღმოჩნდა. 1853 წელს ხელისუფლებამ მორზეს ტელეგრაფის ხაზის 56 კილომეტრზე გაყვანა სთხოვა, რაც ვაშინგტონსა და ბალტიმორს ერთმანეთთან დააკავშირებდა. 1 წლის შემდეგ ამერიკაში პირველი ტელეგრაფული შეტყობინება გაიგზავნა, რამაც ქვეყანაში ამ ტექნოლოგიის 100 წლიან ერას საფუძველი დაუდო. ბრიტანეთში უიტსტონისა და კუკის სისტემა რკინიგზამ შეიძინა. ორივე გამოგონებამ კომუნიკაციების სისტემებში დიდი გავლენა იქონია და ეს ყველაფერი იმ შთამბეჭდავი მეცნიერების დამსახურება იყო, რომელთა აზროვნებას დროს უსწრებდა. 3200 წლის წინ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები ბრინჯაოს ხანის კატასტროფების შედეგად განადგურდნენ. ძლიერმა მიწისძვრებმა, გვალვებმა, შიმშილმა, აჯანყებებმა და იდუმალებით მოცულმა ზღვის ხალხის შემოსევებმა ხმელთაშუა ზღვის მრავალი ქვეყანა ერთდროულად მოიცვა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1265-დან 1075 წლებში ძლიერი მიწისქვეშა ბიძგების სერია დაფიქსირდა. ეს ერთგვარი სეისმური შტორმი იყო, რაც რეგიონს თავს დაატყდა. ყველაფერი ძლიერი ბიძგით დაიწყო, რამაც რღვევის ხაზი შეასუსტა, რის შედეგადაც მიწისძვრები მრავალი წელი მეორდებოდა. 40-50 წლის განმავლობაში 6.5 ბალიანი მიწისძვრები მუდმივად ხდებოდა. ასეთ მიწისძვრას თანამედროვე შენობების განადგურებაც კი მარტივად შეუძლია. დაახლოებით ამავე პერიოდში რეგიონში ძლიერი გვალვები დაიწყო. 150-დან 300 წლამდე მიწა ბრინჯაოს ხანაში ყველაზე გამომჩრალი გახდა. ცივილიზაციებმა, რომლებიც წყლის პირას მდებარეობდნენ, გადარჩენა მოახერხეს, მაგრამ სხვები შიმშილობდნენ. ადამიანები რესურსების მოსაპოვებლად გაემართნენ, რის გამოც მასობრივი მიგრაცია დაიწყო. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ესენი სწორედ ის ზღვის ხალხია, რომლებიც აქამდე ვახსენეთ. ასე ეძახდნენ უძველეს
ფორმებს, რომლებიც ბრინჯაოს ხანის უამრავი იმპერიის განადგურებაზე არიან პასუხისმგებელნი. მიუხედავად იმისა, რომ იმ ცივილიზაციათა უმეტესობა, რომლებიც ამ მარადიორებს შეეჯახა სამუდამოდ გაქრა, ეგვიპტელებმა მათ შემოსევებს გაუძლეს. უძველეს ჩანაწერებში ისინი ზღვიდან მოსულ ხალხს ესაუბრობენ, მაგრამ მათ შესახებ არსებული ინფორმაცია მცირეა. ჩვენ ვიცით, რომ ზღვის ხალხმა ხეთები, მიკენური ცივილიზაცია და რამდენიმე კვიპროსის სამეფო მიწასთან გაასწორა. ისინი მას შემდეგ გაიფანტნენ, რაც რამზეს მესამეს დაუპირისპირდნენ. ეგვიპტის მმართველმა მათ მოულოდნელი ჩასაფრება მოუწყო და უმეტესი მათგანი გაანადგურა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვიცით თუ საიდან იყვნენ ეს ადამიანები სინამდვილეში, ერთი რამ ცხადია, მათ ბრინჯაოს ეპოქის კატასტროფაში გადამწყვეტი როლი იქონიეს. რეინჯერმა როი სალივანმა როგორც ჩანს ზევსის რისხვა გამოიწვია, რადგანაც მას მეხი არა ერთხელ ან ორჯერ, არამედ 7 ჯერ დაეცა. ყველაფერი 1942 წლის აპრილში დაიწყო, როდესაც სალივანმა შენანდოას ნაციონალურ პარკში ყოფნისას ძლიერი წვიმისგან თავის შეფარება სახანძრო ანძის ქვეშ გადაწყვიტა. ანძას მეხამრიდი არ ჰქონია, ამიტომაც მას მეხი 8 ჯერ დაეცა. ანძაზე ცეცხლის გაჩენის შემდეგ სალივანი გარეთ გამოვიდა. სწორედ ამ დროს კაცს ფეხზე მეხი დაეცა. მოგვიანებით 1969 წელს, როდესაც სალივანი ავტომობილს მართავდა, ხიდან ასხლეტილი მეხი პირდაპირ მის მანქანაში შევარდა. კაცი გადარჩა, მაგრამ მას თავი დამწვარი ჰქონდა. 70-იანი წლების ერთ დღეს სალივანი სახლის პარმაღზე ყავას სვამდა, და დროსაც ტრანსფორმატორიდან ასხლეტილი მეხი მას მარცხენა ხელში მოხვდა. შემდეგი შემთხვევა 1972 წელს მოხდა. რეინჯერების სადგომზე მუშაობის დროს მას მეხი მოულოდნელად თავში დაეცა. ამის შემდეგ 1973 წლის ერთ დღეს სალივანი ჭექა-ქუხილისგან გაქცევას ცდილობდა, მაგრამ ავტომობილიდან გადმოსვლის შემდეგ მას მეხი კვლავ დაეცა. მეექვსე შემთხვევა 1976 წელს მოხდა. იმ დღეს სალივანი მდელოზე წამოწოლილი იყო. ღრუბლების თანახვისას მან წამოდგომა დააპირა, და დროსაც მას მეხი მეექვსედ დაეცა. უკანასკნელი დარტყმა 1977 წელს თევზაობის დროს მოხდა. იმ დღეს სალივანის თავი მეხის დაცემის შემდეგ კვლავ დაიწვა. ამბობდნენ, რომ რეინჯერს უამრავი ადამიანი გაურბოდა, რადგანაც მათ ეშინოდათ, რომ მეხი მათაც დაეცემოდათ. საბედნიეროდ დანარჩენი ცხოვრება კაცმა ახალი დარტყმების გარეშე გაატარა, მაგრამ ასეთი დამთხოვების სერია ნამდვილად წარმოუდგენელია. ალბათ ყველა მიცის, რომ ძველი ეგვიპტელები პირამიდებს ფარაონების დასაკრძალად აგებდნენ. მათ აყოლებდნენ ყველაფერს, რაც ფარაონს სიმქვეყნიურ ცხოვრებაში გამოადგებოდა. საკვებს, ტანსაცმელს, ძვირფასეულობას და ძველი ეგვიპტის 3000 წლიანი არსებობის გარკვეულ პერიოდებში მოსამსახურეებს და ქურუმებსაც კი. და სწორედ აქ იწყება დამთხოვებიც. ისტორიის განმავლობაში მსგავსი ტიპის პირამიდები მთელი მსოფლიოს მასშტაბით შენდებოდა. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4000 წელს მესოპოტამიაში ზიქურატებს ასტროლოგიისა და რელიგიური რიტუალებისთვის აგებდნენ. პირამიდები გვხვდება სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაშიც, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1000-დან 400 წლის შუალედში შეიქმნა. ჩრდილოეთ ამერიკაში 200 წლის განმავლობაში ჰოუპელისა და მისისიპის ხალხი საკუთარ პირამიდებს აშენებდნენ, რომლებიც სამარხებისა და ტაძრების ფუნქციას ასრულებდნენ. ჩინეთში სხვადასხვა ზომისა და სირთულის პირამიდების მშენებლობა ჯერ კიდევ ნეოლითურ პერიოდში დაიწყო. ძველ ეგვიპტემდე მრავალი საუკუნის წინ. სრულიად განსხვავებულ კულტურებში პირამიდების გარდა გვხვდება ქვის მეგალითებიც, მაგალითად სტოუნჰენჯი, რომლის მშენებლობაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წელს დაიწყო და ეს ასობით მეგალითს შორის მხოლოდ ერთი მეგალითია. სხვადასხვა კულტურებში ვერტიკალური მონოლითები საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა. ზოგიერთი ადამიანი ასეთ სინქრონულ მოქმედებას გამქრალი მეგაცივილიზაციის მტკიცებულებად მიიჩნევს, მაგრამ ამ ყველაფერს შესაძლოა უფრო ლოგიკური ახსნაც ჰქონდეს. ერთდროული გამოგონებების თეორიის მიხედვით, ყველა კულტურა ერთნაირად ფიქრობს. ეს თეორია ამბობს, რომ დამოუკიდებელ განვითარებას ხშირად ერთი და იგივე შედეგებამდე მივყავართ. და თუ სხვადასხვა კულტურებში ერთი კონკრეტული პრობლემა ჩნდება, ადამიანები უმარტივეს გამოსავალს ეძებენ. როდესაც სხვადასხვა კულტურებს დიდ შენობებთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნათ, ისინი მიხვდნენ, რომ პირამიდის მყარი ფუნდამენტი საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა. დროის გამოსვლის მიზნით ისინი ვერტიკალურ ქვებს დგამდნენ, რომლებიც მათ მზისა და ვარსკვლავების მდებარეობის დადგენაში ეხმარებოდათ. კულტურების სხვაობის მიუხედავად, ადამიანები ფიზიკის ერთი და იგივე კანონებს ემორჩილებოდნენ. ამიტომაც ლოგიკურია, რომ მათი დასკვნებიც მსგავსი იქნებოდა, მაგრამ შემდეგი დამთხოვების ახსნა ნამდვილად რთულია. გეოგრაფიულად ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულ კულტურებში შვიდთავიანი არსებები გვხვდებიან. მაგალითად, ცენტრალურ ამერიკაში ჩიკამიკაატელი აზტეკური ქალღმერთია, რომლის კისრიდანაც 7 გველია ამოზრდილი. აზიის დასავლეთ, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნებში შვიდთავიან გველს ხშირად გამოსახავენ სხვადასხვა რელიგიური ღვთაებების გვერდით. ბუდისტურ და ინდუისტურ ღვთაებებს ნაგას შვიდთავიანი გველები იცავენ. ეს 5000 წლის წინანდელი ნეოლითური პეტროგლიფი კი შვიდთავიან არსებას გამოსახავს. საინტერესოა, რომ იმ პერიოდში ეს რეგიონი დასახლებული არ ყოფილა. ამიტომაც ვარაუდობენ, რომ პეტროგლიფი მომთაბარეებმა დატოვეს. ალბანურ მითოლოგიაში გვხვდება არსება სახელწოდებით კულშედრა, რომელიც შვიდთავიან დრაკონს ჰგავს. 4500 წლის წინ შუმერები ჰყვებოდნენ მითებს ცხოველის შესახებ
შესახებ, რომელსაც ლომისტანი და გველის 7 თავი ჰქონდა. ამავე პერიოდში თანამედროვე სირიის ტერიტორიაზე 7 თავიანი ურჩხულის ლოტონის არსებობის სჯეროდათ. სია უსასრულოა, მაგრამ საიდან გაჩნდნენ ეს უცნაური არსებები? გავრცელებული თეორიის თანახმად, ამ მითების სათავე ძველი შუმერული ლეგენდაა, სადაც 7 თავიანი არსება წელიწადში 7 გვალვიან თვეს გამოსახავდა. ამ დაფაზე მოსავლის ღმერთი 7 თავიან დრაკონს ებრძვის. გამომდინარე იქიდან, რომ უამრავი შუმერული მითი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა, ასეთი ვერსია ლოგიკურად ჟღერს, თანაც მოსავალზე წელიწადის დროების გავლენა მსოფლიოში მუდამ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენდა.